ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს უკვე მერვე ქალაქში ჩავიდა. ჩირაღდანი რუსთავში ქართულმა სპორტსმენებმა ჩაიტანეს ესტაფეტაში ერთმანეთს. ბადრი ყაველაშვილი, ლაშა გურული, ტარიელ ბიწაძე, ვასო იმერლიშვილი და თემურ ყაზარაშვილი ენაცვლებოდნენ ოლიმპიური ცეცხლი რუსთავის მერის წინ. თავისუფლების მოედანზე ქვემო-ქართლის გუბერნატორმა გაანთო. ძალიან ახტოვანებულია ხალხი და ეს სიხარული მართლა საოცარია. რამე თუ პირველად აინდო ოლიმპიური ცეცხლი და საქართველოს მას მიცლობს 50 ქვეყანაზე მეტ ადამიანს. ეს ოლიმპიური ცეცხლი დარჩება აქ და ხალიდან უკვე გადაინაცვლებს კახეთის რეგიონში. საორგანიზაციო კომიტეტი დავის განაპირობებს დასრულებს და ოლიმპიური ცეცხლი ეკუთვნება ყველა რეგიონს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ რუსთავის არსებობის ისტორიაში მსგავსი ტიპის ღონისძიება არ ჩატარებულა და მიხარია, რომ ეს ღონისძიება დღეს ჩატარდა და თან ქალაქ რუსთავში ჩატარდა. ხვალ უკვე ოლიმპიური ცეცხლი სხვა ქალაქში გადავა, ასე რომ იმ ქალაქსაც წარმატებას უსურვებს.